მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვაკეთებ ჟოლოს მურაბას, ფენა ჩავყარე ჟოლო და მთელი ღამე გავაჩერე. აი ასე გამოიყურება ერთი ღამის შემდეგ. ახლა შემოვდგავთ ნელ ცეცხლზე, წამოვადუღებ 10-15 წუთი და მერე მთლიანად გავაციებ ხელმეორე წამოდუღებისთვის. უკვე აპირებს ადუღებას თითქმის დუღს. ჩავინიშნავ ახლა დროს და 15 წუთის შემდეგ გამოვრთავ, რომ გაცივდეს. ათი წუთია დუღს, აი ასე ქაფს მოვაცლით. 5 წუთში გამოვრთავ და გავაციებ. მურაბის პარალელურად ვაკეთებ, რა თქმა უნდა, საჭმელს, ახალი კარტოფილი აი ასე გავასუფთავე, ჩავყარე ტაფაში, ცივ ტაფაში ვყრი, ზეთი, წყალი მაქვს დასხმული და აი ასე სანახევროდ რომ მომზადდება, გაჩვენებთ კიდევ შემდეგ რას ვაკეთებ. ახლა გავსინჯოთ ჩანგლით და თუ სანახევროდ მომზადებულია, შემდეგ უნდა ახდილი დავტოვოთ. კი. ეხლა ავხდით, რომ წყალი დააშრეს და გავაგრძელოთ მომზადება. საუზმეს და სადილს შორის აი ასეთი დესერტი მოვიმზადე ბრინჯი რძით. ეხლა ამას მურაბას მოვასხავ და მივირთმევ. უგემრიელესია. ვინც ჩემთან ერთად სადილობთ, საუზმოთ ან ვახშმობთ, გემრიელად მიირთვით. აი ასეთი გამოვიდა, ვეღარ გადავიღე პროცესში, იმიტომ რომ სტუმრები მომივიდნენ. როდესაც ამოშრება წყალი, ვამატებთ ცოტა კარაქს, ზეთიც შესაძლებელია. შემდეგ კამა, მარილი, ცოტა ნიორი გემოვნებით, წიწაკა, ვისაც უნდა რომ ცოტა სიმწარეც ჰქონდეს და უგემრიელესია. კარგად გაციებული მურაბა შემოვდგი ისევ, ადუღდება, მეტჯერ აღარ ვადუღებ და პირდაპირ ბანკებში ჩავასხავ, გასტერილებულ ცხელ ბანკებში. ესეც ჩვენი ჟოლოს მურაბა. აი ასე ჩავასხი ბანკებში და ეხლა სარდაფში ჩავიდან შევინახავ.